კინოპრემიერები, პრესტიჟული ჯილდოები, გულწრფელი ემოციები და კრიტიკა. და ასევე ფილმები, რომლებიც ისტორიაში ჩაიწერა, გასულ წელს უხვად იყო. თუმცა წინ მეტი სიახლე გველის, მიმდინარე წელს არაერთი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი. სულ მალე მსოფლიოს კინოთეატრებში მძაფრ სიუჟეტიანი სამეცნიერო ფანტასტიკის შეწყალების პრემიერა გაიმართა. ფილმში წარმოჩენილია სამყარო, სადაც ყველა ციფრული მეთვალყურეობის ქვეშაა და სამართლის სისტემა, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ფილმის შეწყალება მოგვითხრობს დეტექტივ მამაკაცზე, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ის სასამართლოს წინაშე წარდგება და აქვს 90 წუთი იმისთვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცოს ხელოვნურ ინტელექტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ფილმის რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია. Detective Raven, I know precisely who you are. We live in the world now when ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც წარმოდგენა არ გვაქვს თუ რა მოხდება ხვალ, ეს ყველაფერი კი ტექნოლოგიების გამო ხდება. ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი შვილები არიან. ჩვენ შევქმნით ისინი და ახლა ვასწავლით. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მოვიქცევით დღეს, რადგან ხელოვნური ინტელექტი გვაკვირდება და ჩვენგან სწავლობს. ფილმის მაყურებელი იქნება არა მხოლოდ ხალხი, არამედ თავად ხელოვნური ინტელექტიც. იმედი მაქვს, რომ 5 ან 10 წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი იტყვის ჩემზე რომ მიცნობდა. ფილმში მონაწილეობენ კრის პრეტი, რებეკა ფერგიუსონი, კრის სალივანი და სხვები. სწორედ კრის პრეტი ასრულებს დეტექტივის კრის რავენის როლს. რებეკა ფერგიუსონი კი განასახიერებს მოსამართლეს, იმავე ხელოვნურ ინტელექტს. ფილმი საინტერესო თავგადასავალზეა. ის საკმაოდ შთამბეჭდავია. დღეს ხელოვნური ინტელექტი ყველგანაა. ის გვაიძულებს, რომ ვიფიქროთ და ვისაუბროთ. გულწრფელად რომ თქვა, ყველაზე სასიამოვნო ამ ფილმში ისაა, რომ 90 წუთი ტელეფონის გარეშე შეხარდა. ფილმის გარდა არაფერზე ფიქრობ. შეწყალება მართლაც საინტერესო, ინტერაქტიული და სანახავადაც შესანიშნავია. ვფიქრობ, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში აუდიტორიას უსვამს კითხვას, ამავე დროს სთავაზობსიფიქროს პასუხზეც. ამ ფილმში მთავარი კითხვაა, როგორ გესმით სამართლიანობა და რას გააკეთებთ მის აღსასრულებლად. ფილმი გარკვეულწილად პასუხობს ამ კითხვას, თუმცა თავად მაყურებელმაც უნდა იფიქროს ამაზე. ფილმის ნახვა მსოფლიოს კინოთეატრებში 23 იანვრიდანაა შესაძლებელი.